სტუდენტური დღეები 2014-ის გამარჯვებული ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია გახდა. სასწავლებელმა პირველობა ყველაზე მეტ ნომინაციაში მოიპოვა. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით კურსანტები ექსკურსიით ტაო-კლარჯეთში გაემგზავრებიან. რაც შეეხება მის სტუდენტს, ყველაზე ლამაზი სტუდენტის ტიტული ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტს გვანცა თოფურიას ერგო. დასკვნით ღონისძიებაში აჯარაში მოქმედი 5 სასწავლებლის გუნდები მონაწილეობდნენ. სტუდენტების დაჯილდოების შემდეგ გალა კონცერტი ბუფილენდისა და მანულა ქეიჯის კონცერტით გაგრძელდა. სტუდენტური დღეები 2014 ერთი თვის სპორტული აქტივობებით დაიწყო. მისი ორგანიზატორი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტია. პირველ დღეებულ მონაწილეობას არ ველოდი გამარჯვებას, იმიტომ რომ ყველა ძალიან კარგი გოგოები ყავდა წარმოდგენილი და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ჟიურის. რომ მაიჭეს ეს ტიტული. ორიგინი ქონა ძალიან დიდი და რავი რა, სიძლიერის და მიხედვით იყო და ჩვენი გუნდი იყო ძლიერი რა და ასე რომ გავიმარჯვეთ რა და ველოდით მოდი 2-2-ზე იყო და 90% ველოდი რომ გავიმარჯვებდი რა. ეს მოხერხდა. სპორტულ და ასე ვთქვათ ინტელექტუალურ აქტივობებში სხვადასხვა უნივერსიტეტებმა მოიპოვეს გამარჯვებები. ნუ ზოგადად ის აქტივობები იყო დღევანდელი დღემდე მოსვლის მთავარი გადასახადი ეტაპი, ანუ ვინ უფრო ბევრ ხულას მოაგროვებდა. დღეს 4 ნომინაციაში გაირკვა რამოდენიმე უნივერსიტეტებმა მოიპოვეს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული, თუმცა საბოლოოდ გამომინდა ის, რომ გრან-პრის მფლობელი გახდა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია.